გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მინდა ვისაუბრო ძალიან აინტერესებს უკვე მრავალს. მე 2000 წელს 99 წელს 2000 წელს ვიყავი კახაზარნაძის მოსწავლე. ჩემი ოსტატი იყო, მის სამჭედლოში მივედი ჩემი სურვილით და ვიზიარე იქაურ ხელოვნებას. მოკლედ ეს წიგნი არის ზუსტად იმ კახაზარნაძის გამოცემა უნდოდა და 2004 წლით არის დათარიღებული. სნენის ამომაცემი ასე ქვია. ეს ეგზემპლიარი შავ-თეთრია, მაგრამ ძალიან ბევრ თემებზეა შეხებული. აქ არის არჩევი. იწყება ეს სურათი კახაზარნაძე, კობა ჭუმბურიძე, ცოტნე ჭუმბურიძე, კახაბერ ზარნაძე და ლევან კიკალიშვილი არის ამ სურათზე. იწყება არჩევი უძველესი წყაროებიდან, ვისი გორისანევად, ნაცნობის ტრიქონები, წინაპრიში შემონათვალი, მებრძოლის სული, სიტყვის კონა, სახეობათა აღწერა, ზნენის ამომაცონი, ცურვის ხერხები, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიჩბოსნობა, თამაშობანი, რა თქმა უნდა, ქართულ თამაშობანზეა საუბარი, ბერიკაობა, ყენობა, გუნდური თამაშობანი, თავი მესამე შერკინებები, საჯობა, ადგინება, ჭიდაობა, კრივი, ხით რკინება, ხანჯლაობა, ფარიკაობა, ხმალაობა, ხის იარაღი, სათითენი, საცემენი, საჩეხნი, საზეპელნი, საძგერებელნი, საკვეთელნი, ფარნი, მშვილდისარი, სატყორცნი, ცეცხლსასროლნი, საჭურველი. სწავლება მეხუთე თავში. მენაკნი, სეფური, სხეული, სამოსის აღკაზმულობა, ხელოსნობა, მკურნალობა, გარისობა. მეექვსე თავი. ფერი, ანდაზი, ხმა და ჰანგი, საკრავნი, ეტლნი, საზიდანი, ნაგებობანი, ხასიათი, ვინაობა, სამსახური, ქმედება, ნაირობა და დამატება, ბოლო თქმა, წყაროები. ეს არის სადღაც 172 გვერდი. ძალიან ბევრ რამეს ეხება. არა მარტო ცივი არახს და არა მარტო ჭედვას, წყთობას და ასე შემდეგ. აქ არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ეს მასალები ცხონებულ კახას, ჩემ მასწავლებელს და ჩემს ოსტატს უნდა გამოცემულიყო ფერადი ილუსტრაციებით. ეს იქნებოდა ძვირი წიგნი, მაგრამ ქონდა მას ასეთი სურვილი, ჩვენ ქონდა საუბარი არაერთხელ. ეს გამატანა და მაშინ რთული იყო გადაღებაც კი ქსეროქსით და რამოდენიმე ეგზემპლიარი გადავიღე. მოკლედ ერთი ეგზემპლიარი მაჩუქა და მაქვს სამახსოვროდ. დიდი ხნისა, დაახლოებით 25 წლის. 24. სივიარაღზე არის აქ საუბარი. რამოდენიმე გვერდია დათმობილი. სივიარაღის სახეობები, ბრძოლის ხერხები, ჭიდაობა, გარისობა, ფარიკაობა, არეული კრივი ხრიდოლი,
მოკლედ ძალიან ბევრ რამეს ეხება. დიდი წიგნია და ბევრს მოიცავს. სათითაოდ არის ყველა თავი დასაკითხი და გასავლელი. ეს წიგნი მაჩუქა ცხონებულმა არეული კრივი წერია ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი ჯგირაგი და ფედერაცია ხრიდული. კვლევით ცენტრის დამფუძნებლები, მასალის მომწოდებლები, მეოხები, შესავალი სიტყვა. აქ არის ძალიან ბევრი ილეთები განხილული. ეს ეთყობა წიგნად იყო მაშინ გამოცემული. რედაქტორი ჯიქია, მხატვარი ლურსმანაშვილი და კაბოდონება ჯიქია. პასუხის პატივისცემით დარბაზის თავი კახაბერ ზარნაძე. ეს ხანებულმა პირადად მაჩუქა ეს წიგნი. აქ ძირითადად არეული კრივის ილეთებია და ჭიდაობის ილეთებია. ქართული კრივის დიდოსტატები. კრივი ძველ თბილისში ეს ნახატი არსებობს. ვერელი გიჟუა იყო ესეთი 25 კაცი ყავს ერთად გალახული. თამაზ კალანდარიშვილი ოცკაჩი ნაჩხუბი და გამარჯვებული. კოლა ქვარიანი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. ამერიკაში 14 კაცთან გამარჯვებული. ჟორჯი კაიაშვილი სახელოვანი მუშტის პატრონი, მასიურ კრიობებში მრავალგზის გამარჯვებული. მურმანკი კალდიშვილი, ფანტასტიკური მოკრივე, ქუჩური ბრძოლების სტრატეგი და ყოჩი. გიორგი გველუკაშვილი, ფანტასტიკური მოკრივე, ხრიდული კრივის უკანასკნელი მოჰიკანი, ოსტატი მუჭით დათვი ყავს მოკლული, ქართლოს პირველი. ჯიღით რიყის ქვებს ფშნიდა დათვებთან მოკრივე. აი ასეთი მოკრივეები და მოჭიდავეები ყავდა საქართველოს. მოკლედ აქ ცივი არ არის მალაობა 92 ხანჯალაობა რკინით რკინება საჩენ საზოგადოებრივი საკვეთნოი ფარი მშვილდისარი სატყორცნი ცეცხლსასროლი. მოკლედ 92-დან დავიწყოთ. და თორ. არის კარგა. გიორგი წიწრიაშვილი და კობა აბრამიშვილი. მოსანი გამსახურდია ხახმატელებთან. ხევსურული კეჭნაობა. ხმალაობა. იარაღის დაჯგუფება. არის ტიპაჟები, მეგრელი, იმერელი, გურული, ლაზები, ხევსურები. იარაღის კლასიფიკაცია. ხის იარაღის კლასიფიკაცია. ეს სულ ხის იარაღის კლასიფიკაცია. შემდეგ მოდის რაჭული მუჯირები, კომბალი და კომბლაობა, სათითეები, სასერი. აქ არის სათითეების და სასერების გამოყენება, სურათებით არის დასურათებული.
ეს არის საცემი იარაღი, უკვე მეტალის. ეს არის საჩეხი. პირველი ცულები. საჩეხი იარაღი, ცულები, წალდები. როგორი ფორმის და როგორი ყველას თავისი სახელი აქვს. აი პირველი ნომერი უფლა ათალედი. ათალდი. მეორე კეკი. მეოთხე ტაბარი. აი ცულები. კოლხური ცულები. შუბები. აი დანა ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნე. წიგნის დანა. როგორი ფორმის არის. მეგრული სასროლი ბოლო ფუნჯა. სასროლიდანაა ეს. კოლხური ნამგალი. აჭარული, შალთი, სათული. დანისპირები. სათირი. ძალიან გავს გლადიატორების ხმალს. მოკლე ხმალი ქონდა გლადიატორებს. რომაელებს ყოველ შემთხვევაში. აი დანების სახეობები. საყუნელი, ციღვი, წანდელი, ჭიტადანა, დანაკი, ბებუთი, ურსა, რაჭული, გადიხვადი და ხანჯლიშვილა. აი სატევრები. თბილისური გასაშლელი ყამა. აი ეს გააკეთა თვალწდები ზურაბ კვანჭახაძეს ქონდა გადაღებული YouTube-ზე დევს ამ იარაღის, ამ ცივი იარაღის განხილვა, რომელიც იხსნება შუაში. თბილისური გასაშლელი ყამა. თვალწდები ლაღზემ გააკეთა. ხანჯალი ცხემლაიში და ხანჯლის ძმა. აი ეს არის სატევარი. ხმალზე პატარა, ხანჯალზე გრძელია. აი ეს არის ძველი სატევრები. ეს არის ვადაჯვარიანი ხმალი. ხმლების სახეობები. მოკლედ ეს წიგნი ძალიან ბევრ თემას შეიცავს. ყველაფერი წასაკითხია. აი ფარის სახეობები. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ფარი ტყავისგან იყო დამზადებული. შუბები, ესა შვილდისრები და სვანური ცხემადი. ესენი არის სატყორცნები.
სხვადასხვა სახეობის გოგრიჭები, უდბაწარა სატყორცნი, აი როგორ ისროდნენ იმერული მხარზე მოსადები ის ერთგვარი სატყორცნიც იყო. ქვის აი ფაფანაკი. აი ეს იყო ფაფანაკი. ეს იყო ჩუბინი, ანუ საარაკო მსროლელი დათიკო შევარდნაძე. აჟამოზარადით მოკლედ ხანებული კახას და არა მარტო კახასი, ძალიან ბევრი ხალხის ნაშრომი ამ წიგნში ჩადებული და ეს სურათები მოძიებული. კი მართალია ეს შავი ილუსტრაციით ამაქვს, მაშინ ფერადი ქსეროქსი ვერ ვიშოვნე და შავ-თეთრზე გავაკეთე. და ჩემთვის შევინახე. აქ სამედიცინო რაღაცეებიც არის. მალამოებიც არის. ჭრილობებზე. სახმარი მალამოები. ესერი არის ანდაზები, რომელსაც ქართველ მეომარს მეუღლე თუ დედა ამოუქარგავდა სამოსელზე და ყველას თავისი დანიშნულება ჰქონდა. ბრძოლაში დასაცავები, დასაფარები. თქვენ წარმოიდგინეთ აი ასეთი რაღაცით მინდა დავამთავრო ჩვენი დღევანდელი ბრძოლაში დასაფარავი აწერია აი ამ წიგნის უკანა გვერდზე. წყალობდეს ყველა ხატები მთლად საქართველოს მხრისაო. მცხეთაში სვეტი ცხოველი მლეთაში ლომის ისაო. ხევშია წმინდა სამება მაღლით მყურები ყმისაო. პირიმზე ფუძის ანგელოზ მშველელი უყმოყმისაო. ჟამდა უჟამოთ მავალის თავზარდამცემი მტრისაო. უჭირავს ცეცხლის მათრახი გამნათებელი გზისაო. ფშავშია გმირი კოპალი მომხრია პირიმზისაო. ფარველი შემნახავია თავისას მკვდარი ყმისაო. მოკლედ დაგემშვიდობებით. ბედნიერ დღეს და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ. აი ეს კიდე არის ძალიან ბევრი მასალა გადაღებული, ყველანაირი არ არის. ცეცხლსასროლი, ცივი, ხრიდოლი, არეული კრივი, სატევრები და აი ეს მასალა ხლიანად. ცხონებულ კახას და ჩემი შემდეგ მოძიებული, გადაქსეროქსებული და გადაღებული არის. ძალიან დიდი მასალა. და ასე მაქვს შენახული ამდენი წლების განმავლობაში. და ყოველივე სიგეთე და სიგარგე გესურვებთ.